საღამომშვიდობის მეგობრებო, ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენც ვენ ერთგულ მაყურებელს პატივს ვცემთ, ვინც ერთხელ მაინც იყო ჩვენთან ლექციაზე, სულ უნდა მოსვლა და რამოდენიმე ადამიანს ვხედავ ერთგულ მაყურებელს, მადლობა ყურადღებისთვის. ესე იგი, ჩვენ კვლავ გავიმეორებთ, რომ ჩვენ ვართ პროტესტის რეჟიმში და პროტესტის გასაძლიერებლად, იმ ადამიანების გასაძლიერებლად დავიწყეთ ეს მოძრაობა საპროტესტო აუდიტორია. გვაქვს პატარა სიახლე, ახლა რამოდენიმეჯერ წამიწუწუნეთ კიდეც, რომ აი აპარატურა ტექნიკა ცოტა მოგვზველდა, სკამები ცოტა გაგვიხუნდა და შევსება ჭირდება ამ ყველაფერს. თავისთავად რაღაცა პრობლემები გქონდა ჩვენს და რაღაცები ვერ მოვახერხეთ, რაღაცები მოვახერხეთ. ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით free business პლატფორმაზე, სადაც free donation-ზე უკაცრავად, სადაც თქვენ შეგიძლიათ, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ეს უბრალოდ პროტესტი რო გაგრძელდეს და შესაბამისად საპროტესტო აუდიტორიას გაგრძელდეს, როგორც ეს ფორმატია ჩვენთვის თავიდანვე შექმნილი, შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ, იმდენი ჩარიცხოთ. გამჭვირვალეობაზე თავისთავად პასუხს ვაგებთ და თავისთავად იმაზე, რომ ეს ყველაფერი მოხმარდება თქვენს შეიარაღებას, ადამიანების შეიარაღებას, რომლებიც ყოველდღე ვაპროტესტებთ და ჩვენ გონია, რომ თითოეული ჩვენგანი არის ჯარისკაცი. ჩვენ ვართ საქართველოს ცოდნით შეიარაღებული ძალები, რომლებსაც გვიწევს ყოველდღიურად ჩვენი ქვეყანა დავიცვათ. სადაც საქართველოში ყველაზე ცხელი წერტილია პრობლემაა, ყველგან თქვენ გხედავთ, მეგობრებო. რა ვიცი, სტიქია თქვენ გხედავთ, აქცია თქვენ გხედავთ, ერთ ადამიანს უჭირს, იქაც თქვენ გხედავთ, ქვეყანაზე ერთიანობას, რა ვიცი, ერთობას უჭირს, იქაც თქვენ გხედავთ, ჯარისკაცები ხართ, ჯარისკაცები ვართ, უბრალოდ, ვინც ვაპროტესტებთ და შესაბამისად ჯარისკაცებსაც შეიარაღება ჭირდება და ცოდნაზე დიდი შეიარაღება ჩვენი აზრით ამ ეტაპზე, აი ამ პროცესს არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ არ გავაჩერებთ თქვენს შეიარაღებას, გაძლიერებას და ცოდნით აღჭურვას. შემოგვიერთდით Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, ქართული შრიფტით საპროტესტო აუდიტორია. ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ერთად გამარჯვება გარდაუვალია. ძალიან სასიამოვნო სააუდიტორიო საღამო გველოდება. საინტერესო ლექციაა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დათმობისთვის თქვენი დროის. მადლობა დროებით. მადლობა გიორგი. უკვე მოუმრავლდით, ხედავ. მადლობა. იმედია ბოლომდე დაგიტოვებთ ჩემთან ერთად. მე ვარ თამარა ჯობავა, დევნილი აფხაზეთიდან და დღეს ვილაპარაკებთ დევნილობაზე. თვითგარდარჩენის გაკვეთილებზე, დევნილებისგან ვისწავლით ამ გაკვეთილებს. სანამ დავიწყებთ, მინდა რომ გკითხოთ, რამდენი დევნილი ხართ აქ, ხელი რომ აიწიოთ. კაი, მიყვარხართ ყველა უკვე. კაი, ახლა მითხარით, რამდენი თქვენგანი იცნობს დევნილს, მეგობარი, მეზობელი. კაი, ბევრი ვართ. ოკეი, ბევრი ვართ ეს დევნილები, მოკლედ რა, სადღაც 300,000-მდე ვართ ეს დევნილები და უხეშად რომ დავთვალოთ, დაახლოებით ყოველი მე-12 ქართველი არის დევნილი. და ამ დევნილობის ამ დიდ პრობლემას ვერ გავექცევით, ვერ გაგვექცევით, მოკლედ რა, აქ ვართ. და აი მაგალითად ავიღოთ რაღაცა 1-9 სართულიანი ჩეხური კორპუსი. ზოგიერთ ჩვენგანი ცხოვრობს ასეთებში. ასეთ კორპუსებში სადღაც წარმოიდგინეთ 10 ადამიანი მაინც ცხოვრობს დევნილი. ახლა სანამ ამ ლექციას საუბარს დავიწყებდეთ, მინდა რომ ლიმონი მოგცეთ. ერთი პატარა ამბავი უნდა გავაკეთოთ. მარიამ, დამეხმარები? გამომართეთ ლიმონი. აი, ცოტა ხანი ახლა უნდა გამომყვეთ ჩემს წარმოდგენაში. დაუსუნეთ ამ ლიმონს, თვალები დახუჭეთ და უნდა წაგიყვანოთ ჩემს სახლში აფხაზეთში. კარგი, წარმოიდგინეთ ახლა უზარმაზარი დიდი მწვანე ეზო, ორსართულიანი სახლი,
დიდი კიბე, რომელიც მეორე სართულზე ადის. პირველ სართულზე დიდი დარბაზი ქორწილებისთვის და ქელეხებისთვის და რამდენიმე ლიტრიანი ბოცების ღვინის დასაცავად. კაი, ახლა ჩავუვარეთ ამ სახლს. ქვის კიბებს, ქვის ბილიკის მიუყვებით. ჩავუვარეთ სახლს, მივდივართ უკანა ეზოში და უკანა ეზოს სავსეა ლიმნის ხეებით. ჩემი სახლია რა, გალში. ეს ლიმნის ხეები უკანა მეზობლის სახლამდეა რა, ყველგან ეს არის. ჩემთვის პირადად ეს ლიმნის სუნი და ლიმნის ხეები ასოცირდება სახლთან და კიდევ ძალიან ცხარე მეგრული წიწაკა, მაგრამ მაგას ვერ მოგიტანდით დღეს, მაგისთვის ვერ გაგიმეტებდით რა. კარგი, მოდი ერთი იმას გეტყვით, რომ დღევანდელი საუბარი არ არის სევდიანი, არ იქნება დევნილებზე, როგორც მსხვერპლებზე. მოკლედ არც მოთქმას დავიწყებ მეგრულად, არც ტირილს, არც ლოყების ხოკვას. დღევანდელი საუბარი იქნება დევნილებზე, როგორც ხო, თითქმის როგორც გმირებზე, ხო, მოგიყვებით პირად გამოცდილებებს, ჩემი ოჯახის გამოცდილებებს, როგორ გადავიტანეთ კრიზისი, ომის კრიზისი და როგორ შეიძლება ეს გაკვეთილები გამოვიყენოთ დღეს რუსთაველის პროტესტზე. ხო, პირველი ამბავი, როგორ გადაურჩეთ კრიზისს, ხო, როგორ გადაურჩეთ ომს. აი ხა მოდი ერთ პატარა სავარჯიშო გავაკეთოთ კიდევ. ოკეი, წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ახლა დაიწყო სროლა აქვე, ახლა გესმით სროლის ხმები, რას აკეთებთ პირველი? აუ დაფიქრდით. პირველი. კარგი ხართ. ოკეი, კიდევ? იმალები. დავიცავ ადამიანებს ვინც გვერდზე მიდგას. ოკეი. კაი, ახლოს ხართ, მეგობრებო. ახლა გეტყვით როგორ იქცევდნენ დევნილები. პირველი, რასაც აკეთებთ, არის ორი გზა გაქვს რა გადარჩენს, ერთი ფიზიკური გადარჩენა არის და მეორე ფსიქოლოგიური, ხო, პირველი ფიზიკურია და პირველი რასაც აკეთებ, სანამ გარბი ხარ, არის ინფორმაციის მოძიება. სად გარბი ხარ? ანუ რა იცი გარშემო რა ხდება, ანუ იქნებ მიქმირბი ხარ სროლა მოდის, ხო? ანუ პირველი ფოკუსირდები იმაზე, რომ გაანალიზო, ოკეი, რა ხდება და კი მეორე ზუსტად მაგას აკეთებ, ეძებ თავშესაფარს. ახლა უყურე, ამ თავშესაფრის ძებნა არ უნდა დაიწყო, ჩემი რეკომენდაცია რომ უნდა დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დადგება ეს კრიზისის მომენტი. ხო, ეს ობსესია გვჭირს ომ გამოვლილ ან პოსტ-ომ მეორე თაობის დევნილებს რო გვეძახიან, თუმცა მე აფხაზეთში დავიბადე. ამ სავარჯიშოს ვაკეთებ ყოველთვის. ანუ თითქმის ყოველ დღე. შეიძლება ცოტა ავანტყოფილი და ობსესიური ამბავია, მაგრამ აი ეს რენდამლი შეიძლება ვიყო ქუჩაში და ვფიქრობ, ოკეი, ახლა აქ რო რაღაცა მოხდეს, სად არის უახლოესი სკოლა, სად არის უახლოესი საავადმყოფო, სად არის უახლოესი მეტრო. ხო იცით რატომაც მეტრო, რაღაც რომ მოხდეს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი თავშესაფარია. კაი, ომისთვის არ გამზადებთ, ახლა არ შეგეშინდეთ, ომისთვის არ გამზადებთ. ხო, ფიზიკურად კიდევ ერთი რაც გააკეთეს დევნილებმა ომის დროს იყო ინფორმაცია განვიხილეთ, თავშესაფრის ძებნა განვიხილეთ, წასაღები ჩანთას, რა გაქვს ამ ჩანთაში, ხო? წყალი, საკვები, ოქროულობა, ხო დაგვცინიან მეგრელებს განსაკუთრებით, რომ ამ ოქროების ყიდვა რომ გვიყვარს, სინამდვილეში ეს ოქრო ასოცირდება უსაფრთხოებასთან რაღაცნაირად, რომ რაღაცა პრაქტიკული დანიშნულება აქვს რა. და აი აფხაზეთის უკრაინის ომი რომ დაიწყო ეს ბოლო ომი, ხო? ძალიან კარგად ვისწავლე დედაჩემისგან, მანამდე სულ ფრაგმენტულად მესმოდა ეს რჩევები, რა უნდა გამეკეთებინა კრიზისის მომენტში, მაგრამ აი ამ უკრაინის ომის მერე დავიწყე რეფლექსია, ბევრი რაღაცა მივხვდი, რომ უკვე ვაკეთებდი ავტომატურად, როგორც დედაჩემი გააკეთებდა, მაგრამ ბევრი რაღაცა იყო, რაც ახალი იყო ჩემთვის. მაგალითად, დედაჩემი დამირეკავდა და ყოველ მეორე დღეს ამოწმებდა, ჰეი, თამარა, გაქვს საკვები 2 კვირის მარაგში?
რაღაცა კიდე და რა თქმა უნდა რაღაცა მშრალი საკვები თან უნდა გქონდეს. ან კიდევ ავსებული გაქვს მანქანის საწვავის ავზი? ამაზე არ მიფიქრი, ანუ მანქანის საწვავის ავზი. ოკეი, და მე მივხვდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ტრანსპორტირება. მე გირჩევთ, რომ კარგად იცოდეთ თბილისის გეოგრაფიაც და საქართველოს გეოგრაფიაც და რუსთაველის გამზირის გეოგრაფიაც გამოგვედგა ხო პროტესტის დღეებში, რომ გწოდნოდა რა მანევრირება გაგვეკეთებინა საწავსულიყავით პირველი და უსაფრთხო ადგილი გვეპოვა და იმ უსაფრთხო ადგილიდან მე უკან დაუბრუნებულიყავით, ხო? ეს უკან დაბრუნება ძალიან საინტერესო მომენტია. პირველად გაზი რომ ჩავყლაპე, უკიდურესად შემეშინდა, საერთოდ არ ვიყავი მზად და რომ გავედი და გავიქეცი, ეს შიში იყო აი ამ ხელა და მე ვიყავი ძალიან პატარა და მე ვიგრძენი გაბრაზება და ეს გაბრაზება ჯერ ძალიან პატარა იყო და მე გაიზარდა ისე რომ შიშზე უფრო დიდი გახდა. გავბრაზდი რომ შემეშინდა რა მოკლედ. და ზუსტად ის გავაკეთე, რაც ახლა აგიხსენით. ინფორმაციის მოძიება დავიწყე, როგორ დაუბრუნებულიყავი უკან რუსთაველზე, რომელი იყო უსაფრთხო გზა და დარწმუნებული ვარ, ეს ყველა თქვენგანს გავვლია, ხო? კაი, ფიზიკური თვითგადარჩენა გავიარეთ. მოდი ახლა ფსიქოლოგიურ თვითგადარჩენაზეც რამდენიმე გაკვეთილი დევნილებისგან ვისწავლოთ. პირველი არის აკეთე ის, რისი მართვაც შეგიძლია. ანუ ახლაც გვაქვს ხო რაღაცა თითქმის რაღაცა პანიკური მდგომარეობა, რომ აი რა გველის, რა არის შემდეგი, რა გავაკეთოთ. რაღაცნაირად ველოდებით, რომ ფილმის დასასრული გვეცოდინება, ხო? და გვინდა რომ რაღაცა ბედნიერი დასასრული მქონდეს ამ ამბავს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ჩვენ გარშემო რაღაცის კონტროლი და თუ ეს არის მაგალითად ის რომ აქციაზე გამოვდივართ, რამდენი დღეც შეგვიძლია კვირაში რამდენიმე რავი 1000-მდე პოსტ დავარეპორტებთ დღეში კოცური პროპაგანდის, ანუ ეს ყველა პატარა ნაბიჯი არის ის, რაზეც უნდა გავაკეთოთ სინამდვილეში კონცენტრაცია. და ხალხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი რუტინული ნორმა. სოხუმი რომ ეცემოდა ბებია ჩემი მარწყვის მურაბას ხარშავდა. ოღონდ დარწმუნებული ვარ ამას ნაივურად კი არ აკეთებდა, რომ არ ელოდა რომ ომი მის კარამდე მოსულიყო. არა, უბრალოდ ეს რომ არ გაგიჟდე, რომ არ პანიკას რომ არ აყვეს, სინამდვილეში ეს ნორმალური ქმედებები რაც გქონდა ყოველდღიურობაში ეს უნდა გაიმეორო. ამიტომ სამსახურშიც უნდა ვიაროთ, თმებით უნდა დავივარცხნოთ, კარგად უნდა გამოვეწყოთ. ანუ სინამდვილეში ზუსტად ეგ არის ხო, კუთხეში უნდა ჩვენი მომწყდება, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდეს. ამიტომ ეს ფსიქოლოგიური მზაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაშიც უნდა ვივარჯიშოთ რა, ის რაღაცა ელემენტარული აქტივობები რაც გქონდა დღის განმავლობაში დაგეგმილი, ეს ყველაფერი უნდა როგორღაც განვაახლოთ და ვაკეთოთ პერიოდულად. კიდევ რა მინდა თქვენთან განვიხილო? ხო, რა ხდება კრიზისის მერე? აი, კაი, დამთავრდა ეს ომი, დამთავრდა ეს კრიზისი, რა ხდება მერე? მოდი ჯერ გავიაროთ რა გააკეთეს დევნილებმა, ხო? ჩემი ოჯახი გავიდა რუსეთში პირველი, იმიტომ რომ სხვა გზა ვერ გამონახეს. მამა ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო, დედა ჩემი ვედექიმი იყო და უცბად აღმოჩნდა მდგომარეობაში, სადაც ეს პროფესიები აღარაფერი აღარ არის. და ამ მომენტში ჩემი აზრით ყველა ამაზე მისაუბრია დედა ჩემთანაც და დამიმოწმა, რაღაცნაირად პირველი ნაბიჯი, რასაც აკეთებ არის, რომ ვკვდები და ხელახლა იბადები რა. ანუ აღიარებ რომ მოკვდი, ანუ ის ცხოვრება რაც გქონდა აღარ არის და ახლა იწყება ახალი ცხოვრება და იწყებ პატარა ნაბიჯებით. და ორი რაღაცა ელემენტია, რაც ჩემი აზრით დევნილებს დაეხმარა ამ კრიზისის გადალახვაში.
ერთი არის ხედვა. ამ ხედვაზე კონცენტრაცია. აი პირველი მიზანი რაც ჰქონდათ იყო ჭერი მქონდეს თავზე. ანუ ეგ იყო რაღაცა და დღემდე არის აი ეს რაღაცა იგივე რაღაცა ობსესიური მიზანი დევნილების რომ აი უძრავი ქონება უნდა მქონდეს. უძრავი ქონება ამის შესყიდვა ხო რაღაც მე სულ ბავშვობიდან ეს მესმოდა. რატომ არის? იმიტომ რომ აი ამ ჭერის ქონა უსაფრთხოებასთან ასოცირდებოდა, სახლის ქონასთან ასოცირდებოდა და ეს მიზანი იმდენად ფოკუსირებული გახდა თითქოს რაღაცა გვირაბში იყვნენ და აი ამ შუქს ხედავდნენ და იქ უნდა მისულიყვნენ, სხვას ვერაფერს ვერ ხედავდნენ, ხო? ასე რომ ეს მიზნის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე რაც გააკეთეს დევნილებმა იყო აი ესე უბრალოდ გადაწყვიტეს ჩვენ ვიქნებით საუკეთესოები უპირობოდ, უკომპრომისოდ. ნებისმიერ რამეში, რასაც გავაკეთებთ, ყველაფერს გავიღებთ. ხო, ეხლა უნდა მოგიყვეთ ჩემს ბავშვობაზე ეს ძალიან აისახა, რა თქმა უნდა, მეორე თაობის დევნილებზე და როგორ აისახა, ხო, რაღაცა იმისათვის, რომ ამ ახალ გარემოში თავი დაგემკვიდრებინა, რომ დაგემტკიცებინა, რომ ღირსი ხარ ნამდვილად, რომ აი ამ თემში იყო, ამ თემის ნაწილი იყო, იგივე შესაძლებლობების ღირსი ხარ, შენი მაქსიმუმი უნდა დაგენახებინა ყოველთვის. ასე რომ რაღაცა 5-იანი პლუსით თუ მე 10-იანი გახდა, ხო? არასდროს არ იყო რაღაც გასაოცარი. საზღვარგარეთ წახვედი სასწავლებლად. ოკეი, ნორმა. კარგი სამსახური გაქვს? ოკეი, ნორმა. ანუ იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო ის, რომ უნდა ყოფილიყავი საუკეთესო, რომ ეს საუკეთესოობა ნორმა გახდა. ახლა რა დავყვები ამ ამბავს, ხო? ძალიან ხშირად ვფიქრობ აი გაზაფხული ხალხის გაზაფხული რომ დადგება, მე რა მოხდება? ამაზე ვფიქრობ რა. და კაი, დადგა ეს ხალხის გაზაფხული, ანუ ეჭვიც არ მეპარება რომ დადგება ეს ხალხის გაზაფხული, რა ხდება მე, ხო? ჩემი აზრით ამისთვის მზაობა ამაზე ახლა უნდა ვიფიქროთ, ამის მზაობა ახლა უნდა შევქმნათ. და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, დევნილებისგან გაკვეთილი არის რომ გქონდეს ხედვა. აი ეს ხედვა, როგორი ქვეყანა გვინდა, როგორი საზოგადოება გვინდა რომ შევქმნათ, კონკრეტულად აი KPI-ებით გაწერილი ხედვა რა, რაღაცა ეფექტური მაჩვენებლებით, საზომებით რომ გავზომოთ, რა არის ჩვენი ხედვა, ხო? რაღაცა რამდენი გვინდა რომ პენსია იყოს, რამდენ ხანში, რამდენ წელიწადში შევძლებთ ამას, სიდუხჭერს როგორ დავამარცხებთ, რაღაც სასარგებლო წიაღისეულის transparency გამჭვირვალობა როგორ გვექნება, ხო? და ხალხისთვის როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ახლა და უნდა იყოს ძალიან ნათელი ეს დაგვეხმარება, რომ დავფოკუსდეთ ამ ხედვაზე. და მეორე რაც უნდა გავაკეთოთ, არის ისევ დევნილებისგან ნასწავლი გაკვეთილი, რომ ვიყოთ საუკეთესოები. უპირობოდ, უკომპრომისოდ, ანუ სხვა გზა არ გვაქვს. ანუ ამ ხედვაზე რომ შევთანხმდებით, უნდა ვიყოთ გვირაბში და მარტო შუქზე ვიყოთ კონცენტრირებული და გარედან არც ერთი არაფერი არ უნდა დავინახოთ, იმიტომ რომ ეს გაზაფხული რომ დადგება, ოკეი. ჩაინიშნა ახალი არჩევნები. არჩევნების შედეგია პლურალური პარლამენტი, ხო? მერე რა ხდება? ანუ მერე არ თავდება ეს კრიზისი. ეს კრიზისი გრძელდება და ახლა რომ ვართ აქ ჩვენი სამსახურების მერე გამოსულები მეორე საქმე ეს რომ გვაქვს იგივენაირად უნდა გავაგრძელოთ ზუსტად. ანუ აი ამ კომფორტის ზონიდან ახლა კრიზისმა გამოგვიყვანა, მაგრამ ამის მერეც ამ კომფორტის ზონიდან სულ უნდა ვიყოთ გამოსულები რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში. ესეც ჩვენი გაკვეთილები დევნილებზე. ხო, კიდევ მინდა გაგიზიაროთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი უფლებების დაცვა. და აქ არ შემიძლია არ ვილაპარაკო საბინაო პოლიტიკაზე. ну ყველამ ვიცით რომ დევნილებს 10 ბინა გვაქვს ყველგან თითო ქუჩაზე თითო ბინა გვაქვს ხო ხო ეს ასე არ არის ესეც ვიცით ის რომ ზოგიერთი უნამოსო დევნილი იღებს რამდენიმე ბინას ვერაფრით ვერ იქნება ამ ოჯახების პრობლემა ეს
ცხადზე ცხადია, რომ არის სისტემის პრობლემა, რამდენად ხარვეზიანი უნდა იყოს სისტემა, რომ ეს ასეთი ხარვეზები ვერ აღმოფხრას, ხო? ხო, ყველამ ვიცით, რომ რაღაცა კორუფციული შლეიფი აქვს ამ სისტემას და არაფერი არ ეშველება ამ ამბავს, მაგრამ მოდი ახლა მაინც გავიაროთ ერთი კონკრეტული кейსი და მე მოგიყვებით ერთ კონკრეტულ кейსს და თქვენ მითხარით ამ ადამიანს, დევნილ ადამიანს ბინა უნდა მიეცეს თუ არა. ოკეი. X ადამიანია, რავი, 34 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც აქვს კარგი სამსახური, ძალიან კარგი სამსახური, მოაგროვა პირველადი შენატანი ბინისთვის, აქვს რაღაცა მოგროვებული, მაგრამ ჭირივით არ უნდა შეაბიჯოს იპოთეკაში ფეხი. დევნილია რა. რაღაცა თანხა მოგროვებული აქვს, ანუ ბინა რო არ მოითხოვს, თავისითაც გადაიხდის ამ იპოთეკას რა. კარგი განათლება მიიღო. მოკლედ, ორ ფეხზე დგას მყარად რა. როგორ ფიქრობთ? ამ ადამიანს ბინა ეკუთვნის? კი, ხო? ხო. ახლა უყურეთ, არიან დევნილები, რომლებიც რამდენიმე ბინაზე ჩალიჩობენ. და არიან ჩემნაირი დევნილები, რომლებსაც უბრალოდ დანაშაულის შეგრძნება გვაქვს, თითქმის სირცხვილის შეგრძნება გვაქვს, რომ ოკეი, როგორ მოვითხოვო მე ბინა, როდესაც რაღაცა რამდენიმე ათეული და ასეულობით ადამიანი ჯერ კიდევ საერთო საცხოვრებელშია, ხო? აქ ახლა რატო ყვევი ამ ამბავს, ხო? აქაც გაკვეთილია სასწავლი და ამ გაკვეთილში მთავარი მესიჯი ის არის, რომ ნუ იქნებით ჩემნაირი ადამიანი, ნუ იქნებით ჩემნაირი მოქალაქე. ჩემი აზრით, ჩვენ მუდამ ყოველდღიურად უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები და რაც არის ჩვენი უფლება, ის უნდა გამოვიყენოთ ბოლომდე. აი მაგალითად, რავი, ზებრაზე დგას დაპარკინგდა მანქანა ბრეკავთ პატრულში. რაღაცა მეზობელი გადაცდა 35 დაშვებულ დეციბელს და 1 საათია მაღალ ხმაზე უსმენს მუსიკას ბრეკავთ პატრულში. ანუ არ გვეზარება, არ გვრცხვენია და ბრეკავთ იქსაც საჭიროა. მე მგონი გუშინ წინ ვუყურე ვიდეოს, სავარაუდოდ თქვენს გაქვთ ნახე, ქალბატონი იღებს როგორ ჩხრეკენ ორი პატრულის წარმომადგენელი, როგორ ჩხრეკს მოქალაქეს ქუჩაში. და ხო, ეს პატრული ცდილობს რაღაც ინტიმიდაცია გააკეთოს, ეუბნება ტყუილ ინფორმაციას, რომ შენ არ გაქვს უფლება რომ გადაგვიღო და ახლოს მოდიხარ და შორს დადექი და ეს არ არის ჩხრეკა და ამ ქალბატონმა თავისი უფლებები გააჟღერა სათითაოდ ყველა პუნქტზე, საპირისპირო უთხრა, კი ხმის კანკალით წერდა ამ ვიდეოს, მაგრამ ანუ ჩემთვის არის ზე ადამიანი ეს ადამიანი და ჩემი აზრით ჩვენ მოქალაქეები ეს ქალი უნდა ვიყოთ ყოველდღე. ანუ ყოველდღე არ უნდა დაგვეზაროს და ხო შეეძლო ახლა იმ ქალს საერთოდ არ იცნობდა იმ ადამიანს, მე მგონი საქართველოს მოქალაქეც არ იყო, უბრალოდ ჩაეარა და საერთოდ არ დაეფიქსირებინა ეს ამბავი, მაგრამ გადაწყვიტა რომ არა, ეს არის ჩემი უფლებაც და ჩემი მოვალეობაც. მოკლედ ეს გაკვეთილი ახლა დევნილობიდან არის ის ამბავი, რომ აუცილებელია რომ გავავარჯიშოთ ეს მოქალაქეობრივი კუნთი ყოველდღიურად და ყოველდღიურად ხო, ჩვენი უფლებები მოვითხოვოთ. ეს არის მთავარი ამბავი. ახლა მინდა რომ კიდევ ერთ თემაზე ვისაუბროთ და გავალთ ბოლოში, მეც აღარ გაგყინავთ. ხო, სად ვიპოვოთ გამბედაობა წინააღმდეგობისთვის. ხო, თქვენს გეყოლებათ მეგობრები, რომლებიც დაიღალნენ, ვეღარ მოდიან რუსთაველზე, მენტალურად აღარ შეუძლიათ, ფიზიკურად აღარ შეუძლიათ, მიზეს ვერ იგებენ, რატო უნდა მოვიდნენ უკვე, რაღაცა სად მიმყავართ, ამ ყველაფერს ვერ იგებენ. მე მყავდა ერთი ძალიან მაგარი მასწავლებელი, ფიზიკის მასწავლებელი. და
ეს ქალი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ დასვით კითხვა რატომ? რატომ? ყველაფერზე დასვით კითხვა რატომ? რატომ ხართ აქ? რატომ აკეთებთ ამას? რატომ არ აკეთებთ რაღაცას? რატომ? აი ეს კითხვა იყო სულ ლაიტმოტივი ჩემს ცხოვრებაში. და ახლაც აქ რომ დგავართ რუსთაველზე, ყველას გვაქვს ჩვენი რატომ, ხომ? ჩემი რატომ არის ის, რომ მე არ მინდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. წავედი ვიცხოვრე, არ მომეწონა, მადლობა, არ მინდა, კარგად იყოს. ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება და ამ ქვეყანაში აღარ მინდა არც სიღარიბის დანახვა და არც უსამართლობის დანახვა. ეს არის ჩემი რატომ, რატომაც რასაც გამოვყავარ კვირაში 3-4 დღე. ეს არის ჩემი დავალება, ჩემი თავისთვის მიცემული რუსთაველის გამზირზე. დარწმუნებული ვარ სათითაოდ ყველას თქვენი რატომ გაქვთ ეს ძალიან საინტერესოა ამაზე თუ იფიქრებთ და რეფლექსია გექნება თქვენს თავთან კიდევ უფრო ხრმა აი როგორ რა შეგიძლიათ ამ რატომისთვის რამდენად რა შეგიძლიათ გაიღოთ ხო ანუ რა არის ლიმიტი რაც მეტი აღარ შეგიძლიათ ამ ყველაფერზე ახლა არის დრო რეალურად ფიქრის და ჩვენ წეგან ვლაპარაკობდით პატარა ნაბიჯებზე რომ ეს პატარა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის რომ სადღაც დიდ ადგილამდე მივიდეთ და ყველას ჩვენი როლი გვაქვს ახლა აქ რა ვინც არ დგას რუსთაველზე იმასაც თავისი როლი აქვს პატარა ნაბიჯია ის რომ კვირაში ერთხელ რუსთაველზე გამოვხვალ პატარა ნაბიჯია ისიც რომ არ ვიცი წეგან ვამბობდით ხო რაღაცა დეზინფორმაციას ებრძვი პატარა ნაბიჯია შენს მეზობელს რო უხსნი რომ აქ არც უსამშობლოები დგანან და არც სატანისტები ანუ ეს ვიღაცა რეგიონში გავა ვიღაცა თავის დედას აუხსნის ხომ ესეც ხდება ახლა ამ ქვეყანაში და ჩვენს ოჯახებში და უნდა გვახსოვდეს რომ არანაირი ენერგია არ იკარგება. ანუ ეს ენერგიები, ეს პატარა ნაბიჯები, რასაც ვდგამთ, ერთდება და სადღაც ენგურად ვიქცევით, მოკლედ რა, გადმოედინება ეს ხალხის მდინარე მართლა. და ეს არის ფორმულა სინამდვილეში, არ უნდა დავკარგოთ ეს რაღაცა უიმედობაში არ უნდა გადავეშვათ, უნდა ვკონცენტრირდეთ ახლა ჩვენს პატარა ნაბიჯებზე. და დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც ეს მდინარე გადმოვა. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას მეგობრებო. მადლობა თამარას პირველ რიგში. ვინმეს რაიმე კითხვა ხო არ გექნებათ? კარგი, მაშინ ერთ სიტყვას მეც გეტყვით, მეც დევნილი ვარ 2008 წლის ომის ახალგორიდან ვარ წარმოშობით ქსნის ხეობიდან. რა დავამატო, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული გადასატანი იყო, მით უმეტეს მაგ პერიოდში 16 წლის ვიყავი და მთელი ჩემი სამეგობრო, ახალგაზრდობა, ბიჭები მაგას აქში რაღაც გულანთებულები და რა გაგვეკეთებინა, სულ მაგას ვფიქრობდით და როგორ შეიძლება და ეს ყველაფერი დაგვესრულებინა. რაც შეეხება მთავრობის პასუხისმგებლობას ამ ყველაფერში, ადამიანებს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ აინტერესებთ ჩემი აქ დგომის სწორედ ეგ არის რომ 16 წელია ვხედავ როგორ არაფერი არ კეთდება ამ ყველაფრისთვის და როგორ ეცემა დავიწყებას ის ყველაფერი რაც ჩემთვის დაუვიწყარია და დაუვიწყარი იქნება ყოველთვის ამიტომ მე ვაგრძელებ ბრძოლას რა თქმა უნდა მე მყავს 99 წლის ბებია რომელსაც დაუპირდი რომ მასთან ერთად შევალ ახალგორში და აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებ ამისთვის მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის ყველა მშვიდობიან საღამოს გისურვებთ მეგობრებო მადლობა თამარ პირველ რიგში გამოიწერეთ ჩვენი Facebook, TikTok, YouTube და Facebook გვერდები საპროტესტო აუდიტორია მადლობა მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ცეცხლი ოლიგარქიას